ჩვენ გავარკვევთ ახლა ვინ იქნება მესამე მაძიებლის მესამე სეზონში. ცოტნე გვასალია და ქეთი დიასამიძე ორივე არიან ბათუმელები და ორივე არიან ბროლის ბუს მფლობელები, ბათუმელი ბუსქროსნები და ესეთი საინტერესო დერბი გვაქვს. გამოუშვა მინიშნება შენკი. გამოუშვა. თან არ არის ასიამოვნო მარტო თამაში, მინდა გითხრათ. თავადაზნაურო ბანკი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ორივე გქონდა წესი. დაარსა, ძალიან მავნოს ხოლმე ის ცოდნა, რომელიც არაფერში არ მჭირდება არასდროს. ივერია გაზეთი და ივერია რაღაცა. ოსისი. ან კოლეჯი. კი, რომელიც პირველია. მე ცოტა მოვილაპარაკეთ, წინა გაცემები ნახეთ და მოვილაპარაკეთ, რომ გვინდა რომ წითელი კონვერტი. წითელზე გინდა თამაში. ანუ პირობითად ვთქვათ, რომ შენ ყვითელი გამარცხე, შენ ხონა გამარცხე წითელზე ვითამაშე. ყვავილები. აი. ძალიან ცუდია. ჯობია იყო მესამე პროვინციაში ვიდრე მეოთხე რომში, ამიტომ ჩვენ გავარკვევთ ახლა ვინ იქნება მესამე მაძიებლის მესამე სეზონში. ესაც სიმბოლურია სხვათა შორის მესამე სეზონში. ამის გამოსარკვევად დაგჭირდება ამ მოთამაშეებთან მესამე თამაში. ცოტნე გვასალია და ქეთი დიასამიძე არიან ჩვენი დღევანდელი თამაშის მონაწილეები, გამარჯვებულ დამარცხებულები. ყველაფერი გინახავთ უკვე მაძიებულურ ცხოვრებაში. გამარჯვებაც და მარცხიც, ამიტომ ახლა გადავწყვეტთ ვის ექნება 1-2-ზე ან 2-1-ზე. შესაბამისად ამისთვის მეგობრებო, პირველ რიგში გამარჯობა როგორ ხართ? სალამი. განწყობა როგორი გაქვთ? შვენიერი. არაჩვეულებრივი. რა დასამალია და 12 წუთია ახლა როცა ამ გადაცემას წერთ და შვედიერი განწყობა ღამის 12 წუთია როდესაც ამ გადაცემას წერთ და განწყობა რომ შვენიერი გაქვთ ეს კარგია, მაგრამ ყველაფერი მაგრად არის, ღამის 12 წუთია და ყველაფერი გენიალურადაა, როგორც იმ ნაწარმოებშია. და ესე იგი, რითი ვიწყებთ ხოლმე წარდგენას? ვიწყებთ იმით, რომ მადლობა თუ გამოგვიწერთ ჩვენ არხს, მადლობა თუ კომენტარებსაც დაგვიტოვებთ, მოიწონებთ, ეს იქნება თაროს თაობის არხისთვის ახალ-ახალი კონტენტის შესაქმნელად და მათ შორის მაძიებლის უფრო მასშტაბურად და კარგად წარმოსაჩენად განსაკუთრებული მხარდაჭერა. ამიტომ იყავით ჩვენთან ძირფასო მეგობრებო. და მადლობა ჩვენს პარტნიორებს, რომელთა დახმარებითაც მთელი სეზონი ხორციელდებოდა Extra-G-ს, დიდი მადლობა PSP-ს, Click Productions, რომელიც გვიღებს და Heima Productions, რომელიც მუსიკალურად გვაფორმებს. ეხლა უნდა ავაგდოთ ხურდა ფული. უпростоრად ერთლარიანი და გავარკვიოთ ვინ დაიწყებს თამაშს. ერთიანი თუ გერბი? გერბი. ერთიანი. ერთიანი. დაიწყებ თუ არ დაიწყებ? მოდი დავიწყებ, კაი. დაიწყებ. ადამიანებს დავიწყოთ უპირატესობა. დავიწყოთ და პირველი დოსიეს პირველი მინიშნება. პირველი დოსიეს პირველი მინიშნება. ცოტნესაც ვაჩვენებ. კეთის გადავცემ. ურსასმენები. ზურაბაშიძის წიგნი არ არის, როგორ მოკვეთილი ელიოტე? კაი. ალბათ. რაღაც ვერ ხვდები? არა, მე ჯერ იმას ვხვდები, რას ხვდები? არა, ჯერებს ვხვდები. ან ნახე, მე არ მიყვარს ხოლმე პირველივეზე ბევრი რაღაცა კომენტარი. მე როგორც ნინო ნანიშვილზე და მიმართა და პასუხი ალექსანდრე ქართველი იყო. ეს არ მოხდეს და უბრალოდ არ მინდა რომ ბევრი მინდა რომ მიმართულებები უფრო ჩამოვაყალიბო, ვიდრე კონკრეტული ადამიანები ვახსენო. და სოლომონ დოდაშვილი ვთქვი და გიორგი ჭყონდიდელი იყო, ამიტომ ხო, არ ვიცი, ნინო ანანიაშვილი და ალექსანდრე ქართველი მაინც ჩემი აზრით უფრო შორს არის. იცი რა არის, თუ მსგავსი პერსონაჟი მინდა ან ქართული ლიტერატურიდან ან ასაკზე უნდა წავიდე ბიჭისა, რომელიც საინტერესო პიროვნებით გამორჩა, რამდენიმე მიმართულება მაქვს მოკლედ გონებაში, მაგრამ აი ხა პირველივეზე ვებს ვერწყო. კარგი. ძვირფასო ცოტნე. როგორ ბრძანდებთ? მადლობთ. მოკლედ, მაქვს ვერსია. მართლა? კი. და ეს ვერსია ჟღერს როგორც? ვიქტორ სანეევი. არ განსანო.
დახტის სიმაღლეზე არის ძალიან და რატომაც არა რომ იყოს ეს ვიქტორ სანევი. მეორე ვერსია მაქვს ქებურია, როგორც პილოტი, ნუ დაფრინა, შეიძლება დაფრინავდეს კიდეც, უფრო ნახტომს გავს ეს ვიდრე ფრენას და რადგანაც უნდა თქვა ქართველი ადამიანი, მოდით მე გავრისკავ. შეგიძლია არ თქვა, შეგიძლია თქვა. და ხონდე სამქულიანს გონია როკეტი ასეს გამოიჩნობს და ისეც. ესე გონია? და ამიტომ ვიქტორ სანევს არ გაწვავ. აფიქსირებ უკვე არც რაღაცა იფიქრებ და აკვირდები ისა ეს არაფერი. არაფერი. შენი ვერსია? ვიქტორ სანევი. კეთი? დააფიქსირა ცოტა თავისი ვერსია, ასე პირველივეზე? აგრერიგად უეცრად, ისე რომ არც დახედა ფოტოს, არც იფიქრა, არც იმსჯელა და განიავა თავისი 4 ქულა სრულიად არასწორი ვერსიით. შესაბამისად, ეს მინიშნება აქ დარჩეს და მეორე მინიშნება არის ვიდეო მინიშნება, რომელსაც უკვე კეთი ძალიან წყნარად და არხეინად უყურებს. გულმეტკენი ვარ. ხო, ну, ლექსონი არის, რეჟისორი დარენ არანოვსკი. ბალანჩინი, ქართული თუ გინდა. ლექსონიდან თუ ვინ ქართველი ბალერინა ისტორიული ხო, ну, შეიძლება და იყოს ეს ჯორჯ ბალანჩინი, თუმცა ვერ ვიტყვედი. ვერაფრით ვერ დავაკავშირე ბილი ელიოტთან უბრალოდ. იმიტომ რომ არ მახსოვს შინაარსი და მაგიტომ. ამ ფილმის თუ წიგნის? ფილმისაც. ну, თვითონ ისტორია ბილი ელიოტის არაფერი არ მახსოვს. გარდა იმისა, რომ ну, საკვანძო იყო ფილმი, ჩემთვის წიგნი არც. მაგრამ არ მახსოვს რა, ალბათ ვნახე 15 შემო მეტი წლის წინ. ხო? აქ რასაც ხედავთ, არის როგორ ემზადება ბალერინა და მასწავლებელი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ მხარე შეიძლება იყოს ბალერინა, მეორე მხარე შეიძლება იყოს მასწავლებელი. ორივე ისტორიული პირი შეიძლება რომ დასახელდეს ახლავე, მაგრამ რახან ამას ვერ ვშიფრავ, კიდე ერთი მინიშნება მჭირდება. გინდა ნახოთ მეორე მინიშნება, ისა მესამე მინიშნება. ესაც ვიდეოა მინდა გითხრა. ვა. სევლიელი და ლაკიდან არის? შაცმულობს მიხედვით? ვერ გეტყვი. ეხები. აი, ნახავ მეოთხესაც. კეთილი და პატიოსანი. მაშინ ექსტრადან მიღებული რეკვიზიტი, რომელიც შემიძლია შენც გაგიზიარო. ნუ პრობლემოთ. იპოვო. ბილი ელიოტის არა. აბა. ვაჩვენებ ცოტნესაც. მოცუყავე კაცი. ანუ ქართველი მოცუყავე კაცი გქონდა? ის. ვინ ის? ის. ვინ? შენ მიხვდი ცოტნე ამასობაში? რამდენი ვარიანტი მაქვს? ну, ალბათ ერთს ვიტყოდი მაინც. ხო, ну, ბალეტის მოცუყავე მამაკაცს და ეხა ერთ მიდიხარ. თავარს. მაგრამ იცი რა არის, უბრალოდ რამ დამაბნია გეტყვი. ვერაფრით ვერ გამორიცხე ბალანჩინი. ვერაფრით ვერ გამორიცხე. ვერა. იმიტომ რომ ცეკვის სცენა იყო აშკარად მასწავლებლის ნაწილი იმ ჩანართში, ასევე საკვანძო იყო და აი მოდი ვიტყვი რა ბალანჩინს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს მარტო თამაში მაწოდა. ბალანჩინია რომელ ვერსიასაც უტრიალებ ეს. ხო, კი. ჯორჯ ბალანჩინი.
ვიფიქრე აბუკიანი უნდა იყოს ხე ერთი მოცეკვავე ვინც არის, მაგრამ აი მასწავლებლის სცენამ და რატო მაშინ? ბილიელი მასწავლებელი ცნობილია თავის ქორეოგრაფობით. უბრალოდ ეს რატო არის? ბალეტი, ბიჭუნა, რომელსაც ბილი ელიოტიც. ბილი ელიოტი არის ბიჭუნა, რომელიც ოცნებობს ბალეტზე და ბალერონობაზე. ხო, ნუ ლაურენსიადან იყო ნაწყვეტი, რომელშიც ჭაბუკიანი თავად ცეკვავს და აქ ასრულებს იმ ცნობილ ტრიალს, რომელიც ოტელოში ასევე ძალიან ცნობილ სცენაშია გამოყენებული, ოღონდ ოტელოს ის კადრი ძალიან ცნობილია. ანუ და ის არ ვაჩვენეთ ჩვენ. სახეზე ვერ ვიცი ანტენაზე. ძალიან დამახასიათებელი ნაკუთები აქვს. ხო, ბოლოს მე მგონი ყველა ველოდით რომ მაინც უფრო ჭაბუკიანისკენ მეც ველოდი რომ გარისკავდი. მე სიმართლე გითხრა ჭაბუკიანს მეორედან ვაპირებდი და მე რაღაცნაირად გავჩერდი. კარგი. ნახოთ ვახტანგ ჭაბუკიანის ამბავი ჩვენს ვიდეო რგოლში. ქართული ბალეტის ფუძემდებელი ვახტანგ ჭაბუკიანი 14 წლის ასაკში ასრულებს ბერლინის საბალეტო სტუდიას და ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიემგზავრება. პარალელურად მუშაობას იწყებს ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1930 წელს სპექტაკლში დონ კიხოტი წარმატებით ასრულებს ბაზილის პარტიას, რასაც მოჰყობა გასტროლები საბჭოთა კავშირში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოსკოვის დიდ თეატრში 1958 წელს მისი მონაწილეობით დადგმული ოტელო შემდგომში ქართული ხელოვნების ტრიუმფად ფასდება. ბალეტმაისტერის მიერ შექმნილი სპექტაკლები მზე ჭაბუკი, გორდა და განთიადი მტკიცებულებაა მისი სიტყვების, რომელთა მიხედვითაც ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას. აბა გავაგრძელოთ. მაძიებელი იქნებ მეორე დოსიემ პირველი ქულები მოგვიტანოს. ცოტნე და ქეთი მე თავიდან დამოვიწყდა აღმენიშნა და შემახსენა მე სანდრომ რომ ორივე არიან ბათუმელები და ორივე არიან ბროლის ბუსმფლობელები, ბათუმელი ბუსხილოსნები და ესეთი საინტერესო დერბი გვაქვს. ბათუმიდან ვის აქვს კიდე ბროლის ბუ? მარი კორინთელს. მარი არ არის კლასიკური ბათუმელი. ხო. ვინმეს აქვს კიდე? არ მახსენდება. ესე იგი ესეთ ნიშანდობლივი შენ პირველი შემდგარა. ეგრე გამოდის. კი. ეხლა ვისთან მიდის პირველი მინიშნება? ცოტესთან. ცოტნესთან. ქართველი ადამიანი უნდა იყოს. ხო, ისევ ქართველი ვარ, ხო. ისევ ქართველი და ამჯერადაც ექსტრადან მოვიპოვეთ ჩვენ საინტერესო რეკვიზიტები, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ. მოკლედ ეს შანელის სათვალე და არის პლასტმასის ჩიბუხი. ან შეიძლება უბრალოდ მიაქცევ ყურადღებას. უბრალოდ ჩიბუხი. ეხლა ვინმე სათვალიანი და ჩიბუხიანი არავინ არ მახსენდება, მარტო ჩიბუხიანი მახსენდება, მაგრამ ამდენად მოვიტანთ აქ და ქართველის რა ვიცი, რა გითხრათ. მე ხარ ისტორიის ნაწილია? არის კი, ნამდვილად ისტორიის ნაწილია. არ იქნება ეგ ამასთან. სათვალესთან. არ იყენებდა ნამდვილად. კარგი, შეიძლება იყოს ვინმე დიზაინერი დაუშვათ სათვალების ჩიბუხების, არა, მაგრამ შეიძლება იყენებდა ჩიბუხს, ეწეოდა და თან ეკეთა სათვალე. გადავცეთ ანუ შენ. გადავცეთ. ახლა დაალაგე მივხვდი რომ. აბა ეს ახლა გონებაში ეგრევე მოდის მე რა მამარდაშვილი, რომელიც მსგავს სათვალეს ატარებდა ჩიბუხითაც მინახავს. კიდე ჩიბუხი მე მამარდაშვილი. ხო, ამიტომ სათვალის ფორმით ძალიან გავს. თუ ახლა სათვალის ფორმით ძალიან გავს. მე ვიტყოდი კიდე ჩიბუხს ოტიას და კონსტანტინეს გარდა. ვინა სამკაფიოდ ვინ ატარებდა? ნუ ელენე ახვლედიანი, მაგრამ არ მგონია სათვალე ეს არც ერთ ცეხაზე არ მოჩამოთვლის ოტიას ქონდა, მაგრამ ესეც სათვალე არ ქონია. მე რა მამარდაშვილი ნამდვილად მსგავს ტიპის სათვალის ატარებდა. რაღაცნაირად ჰაბიტუსით გავს. ეხლა მე რო მამარდაშვილი ეხა არ დავაფიქსირო, არ ვაპირებ. ეხა რა დავაფიქსირო, ძალიან დიდი შანსი არის, რომ ცოტნეს პროფესიიდან და უნარებიდან გამომდინარე ძალიან მარტივად გამოიცნოს შემდეგი მინიშნებები. თუმცა სამკულით.
მე ესე ვფიქრობ რა 0-0-ია და მაინც რისკის თან არ არის ასიამოვნო მარტო თამაში მინდა გითხრათ. ხო ანუ ოკეი, გადავიდეს. მიდი. არა ფიქსირებ. არა, ჯერჯერობით არა, მაგრამ ნუ მაქვს ვერსი. ოკეი, შემიძლია, ხო? ხო, შეგიძლია, იმიტომ რომ არ დააფიქსირა. კეთი ჯერ მოიხსენი. კეთიმ არ დააფიქსირა თავისი ვერსია, რაღაც ვერსია აქვს, მაგრამ არ დააფიქსირა. და მეორე მინიშნება უნდა წარმოგიდგინოთ, რომელიც ორივესთვის იქნება. თუმცა ჯერ ცოტა ითამაშებს ამ მინიშნებას. ეს რეკვიზიტიც ექსტრადან არის სხვათა შორის. თვითონ. შეიძლება აღარც მერაბ მამარდაშვილი. ო, კაი რა, მამარდაშვილი. მერაბ მამარდაშვილი აფიქსირებს ახლა ჩიბუხიანი სათვალიანი და თან მეკარის მოგვარე მეტი არ ვიცი. შენ გირჩიეს მე მგონი ხო რომ ვერსია რო წამოვა გამოუშვიო. ჩემი პირველი სეზონის ჩემპიონმა გირჩია რომელიც ახლა გულ შემატკივრებს ეძინება და იმით ამირჩია. ეს არის მერაბ მამარდაშვილი, რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია მამარდაზე. მინიშნება მამარდაშვილზე მეკარის ხალთათმანები. აბსოლუტურად სწორი ვიზუალური ასოციაცია იყო ამ სათვალით. ჩვენც ეგ თქვი პირველიოზე? არა, საერთოდ არ მithქვამს, მაგრამ არა, რა დავინახე ეს. ხო, ეს არის დაახლოებით ისეთი სათვალი, როგორცაც ხმარობდა მერაბ მამარდაშვილი, სქელ შავრქიანი სათვალე და ჩიბუხი, რა თქმა უნდა. შეიძლება რაღაცა ფილოსოფიური წიგნი წამოსულიყო, მაგრამ ეს ეხა ძალიან ის იყო. მეთქი რაღაცა წიგნს ველოდი. ხო, ხან არის რაღაცა დეტალი მინიშნება, ხან პარალელი, ხან შეიძლება აი ასოციაცია იყოს უბრალოდ, რომ გაგიჩნდეს მაშინვე ვიზუალურად. იყო პირველი ასოციაცია ძალიან კაი. შემდეგ იყო უკვე აი ესეთი მინიშნება. ხო, ევროპის რუკა ფილოსოფოსები, თავარი ფილოსოფოსების მიხედვით, სადაც არ არის საქართველოს აღნიშნული, იმიტომ რომ აქ ალბათ აღინიშნებოდა მერაბ მამარდაშვილი ამ შემთხვევაში ყველაზე ცნობილი ქართული ფილოსოფოსი და ნუ ბოლო ძალიან ეს იყო უკვე თავად ძეგლი, რომელიც ძალიან უცნაური ძეგლია, მაგრამ მაინც უკვე ამცნობარია. ფილოსოფოსებს გაზრდა. ყველანაირად, ხო. 3:0 ხდება ანგარიში ცოტა წინ გადის და ვნახოთ მერაბ მამარდაშვილზე ვიდეოები. ქართულ სოკრატედ წოდებული ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი 1930 წელს გორში დაიბადა. სტუდენტობას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს, რა დროსაც ეუფლება ბერძნულ ფილოსოფიას, ფრანგულ და გერმანულ ენებს. 1961-66 წლებში ცხოვრობს პრაღაში, სადაც ურთიერთობა აქვს ისეთ მოაზროვნეებთან, როგორებიც არიან ჟან-პოლ სარტრი, მილოშ ფორმანი და სხვები. არაერთ ქვეყანასა თუ ქალაქში კითხულობს ლექციებს, რომლებიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ და ზოგიერთი მათგანი საჯარო ლექციების ციკლად იქცევა. განიცდის გერმანული ფილოსოფიის, განსაკუთრებით იმანუელ კანტის გავლენას. მამარდაშვილის მუშაობის სფერო მოიცავს აღქმის რაციონალისტურ თეორიას, მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. მაძიებლის მესამე ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება მესამე დოსიეთი. მესამე დოსიე მოგეხსენებათ არის მსოფლიო ისტორიიდან და ამჯერად ჯერ კეთი ითამაშებს ამ დოსიეს, ასე ვთქვათ, პირველი მინიშნება. პირველი მინიშნება. ისო პრობლემა. ძალიან მაგნოს ხოლმე ის ცოდნა, რომელიც არაფერში არ მჭირდება არასდროს. ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ პეპლებში ასე თუ ისე კარგი ცოდნა გქონდა და ამჯერად რას გეუბნება? ამჯერად მეუბნება, რომ არა ეს, მაგრამ მსგავსი ქვეჯგუფის პეპლებს აქვთ ვიტრაჟების მიხედვით სახელები. ცნობილი ნოტრ-დამების, მათ შორის სტრასბურგის ნოტრ-დამის მიხედვით სახელები მინიჭებული. რამეში დამეხმარება ეს? არა. მან ეხა ხო მაგაზე ვიფიქრებ ძალიან დიდი ხანი. არა, ორი პეპელა. ჩვენ რო პეპლების რაოდენობას რომ მნიშვნელობა ვიცით, ეხა აქ აქვს ფერებს, ალბათ მნიშვნელობა რომ ნარინჯი, მონარინჯის პროყვითელი, შავი, თეთრი კოპლებით. ხო. ორი პეპელა, ორი პეპლის ვიზუალური არ მინდა რომ დალი იყოს რა. არ მინდა რომ დალი იყოს. იმიტომ რომ ნახე თუ სხვა რაღაცები მოვაკიდე დალიზე.
მეორე მინიშნება დამხმარე, რა თქმა უნდა, პირველს მაინც არ ვისკავ ხოლმე რა. ახლა თალიზე რატო გავისკავ პეპლით. ნო. დაშვებით რომ შეიძლება არ წოდნემ გარისკოს შეგვიძლია გადავუოცოთ. ხო, მე ეგრე ვუშვებ ხოლმე რა, თუ ეხლა მამარდაშვილი უფრო დარწმუნებული ვიყავი ხოლმე და ეგრე როცა ვამბობ ხოლმე, მაგრამ ეხლა არა ვარ ეგრე ახლოსაც და ამიტომ აბა დავფიქსირები როგორც ჩანს. მოკლედ, აქ არის ორი პეპელა. რა პეპელა არ ვიცი. მაგრამ თუ ეს არის დავუშვათ პეპელა ადმირალი, შეიძლება იყოს ნაბოკოვი, ან თუ ადმირალი ნელსონი, ყველას ცნობილი, მაგრამ მაქვს ერთი ვერსია, მუჰამედ ალი. მაგრამ ორი რატოა, ხო შეიძლება ერთი პეპელა ყოფილიყო და აი ორი აღარ მომწონს უკვე, და მუჰამედ ალი მრავალი კი. გამოთქმარი რომ დავფარფატებ როგორც პეპელა და ვინესტრები როგორც ბი, ფუტკარი. უბრალოდ ორი რატო არის, ხო შეიძლება ერთი პეპელაც ხო შეიძლება და მოსულიყო. ამიტომ ვინმე ძმები, დები, ცოლ-ქმარი ხო არ არის ვინმე. მაგალითად, აი კიურები ძმებზე უკვე კაი გამოცდილება. ძმებზე კაი გამოცდილება მაქვს და აი მაგალითად ხო არ არის ცოლ-ქმარი კიურები, მაგრამ აი ცოლ-ქმარი კიურები იმდენად მარია უკვე გქონდა. მარია თან მით უმეტეს თუ გქონდათ, დიდი მადლობა, მაშინ არ იქნება. არც ირენი და პიერ ჟოლეც ამ გონია რომ ირენი და პიერ ჟოლე არ მქონია. არა, არა. ცალ-ცალკე უფრო იმდენი დამსახურება მაინც აქვს მაგ ადამიანებს, რომ ცალ-ცალკე მოვიდნენ და არა ერთიანად. ამ წერალიც ხო შეიძლება ჩვეულებრივად მოვიდეს, ხო, ჩვეულებრივად. ცოცხალი ადამიანის შეიძლება მოვიდეს. თანამედროვეც შეიძლება იცნობდე ვინმე ისეთი მოვიდეს რა. ხელი მქონდეს ჩამორთმეული. საქართველოში უფრო ალბათ, მაგრამ მსოფლიოში. კაცებია. აი, რა ვიცი. გადავულოცოთ შემდეგი მინიშნება. კეთის. შემდეგი მინიშნება, კეთის. შემდეგი მინიშნება. ვახ. ჩვენიერი მინიშნება. ეს კომოს. გაჩვენებ. აბა კრის კოლუმბუსი და პეპლები. საილუს ობჟოლემსში ხო ეს. ჩვენც რო გაგვიზიარო რა ხდება ამ ნიუსზე, მოკლედ. ამ ნიუსზე არის რომ მოკლედ კრის კოლუმბუსმა რო ხელი მოაწერა მოკლედ თანამშრომლობას საპროდიუსერო კომპანიასთან სავარაუდოდ და აპდეიტედთან. გვეუბნება რომ აენ რაისის ნოველზე დაფუძნებით 7 წლის ქრისტეს შესახებ ეს ნოველა ადაპტაციას გადაიღებს. და ეს ადაპტაცია იქნება გუნისი როგორც გადაიღო თავის დროზე იმის რაღაცა ატმოსფეროთი, მსგავსი ატმოსფეროთი. კაი, გუნისი Jesus a 7-year-old. Silence of the Lambs-ზე ხო ეგეთი ხო ზუსტად მსგავსი პეპელა აზიის პოსტერზე. მაგრამ იქ გუნისმა რატო და თან ნიუსი რატო? კრის კოლუმბუსი იღიმის ფოტოზე. 2012 წლის ნიუსი არის. 2012 წლის მერე კრის კოლუმბუსის მიერ გადაღებული ფილმები რა მახსოვს? არაფერი არ მახსოვს აბსოლუტურად არაფერი 2012 წლის მერე. 3 ფილმი იმაზე რომ Jesus a 7-year-old. მე არ მინახავს ეს ფილმი. მსგავსი ფილმი რო არსებობდეს, ვიღაცა მაინც ის მაინც გვეცოდებოდა რომ ვიღაცები აპროტესტებენ რატო არსებობს ფილმი 7 წლის ქრისტეს შესახებ და ანუ ტრილოგია უნდა გამოვიდეს, რომელიც არის გუნის მიხედვით კრის კოლუმბუსის 2012 წლის პოსტ. არაფერი არ ამინთო. არაფერი. კაი. კაი, თვითონ. გაიცანი ამ ესე კრის კოლუმბუსი არის, კი ბატონო, რეჟისორი. 1990 Picture Science Family with Rice Entertainment. ეს არის 5 წლიანი შეკრულება Rice Entertainment-თან. 1492 არის ამერიკის აღმოჩენის წლად ითვლება, როდესაც კრისტოფორ კოლუმბმა მიაღწია ახალ მიწას, ითვლება ეგ. ეს რაღაც შუაშია. და რატო აქვს შუბლი მოჭრილი? ამ ადამიანს და რატო არ არის? ეგეთი ფოტო არის.
Columbus company to green lights movies including one. Home Alone-ის რეჟისორია კიდევ კრის კოლუმბუსი. რამეს თუ მოგცემს ეგ. ხო, არ ვიცი, გადაულოცოთ და ორი ქულა კონდეს. მართლა არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ბევრი ვერსია მაქვს, მაგრამ ორივეს ვერ ვარგებ. გადავიდეთ შემდეგ მინიშნებას. გადავიდეთ შემდეგს. არ დააფიქსირა ცოტნემაც თავისი ვერსია და ორქულიან მინიშნებაზე მივდივართ. მინიშნება. ძალიან მიყვარს ეს ფოტო. აბაკეთი. ფერდინანდი რატო ვენახში? ეს ხო ნამდვილად ფერდინანდი მუქი ფერს ყავისფერი არ არის? ფერდინანდი ვენახში. იმდენი ინფორმაცია იყო მეორე რომ აი რაზე უნდა გვაცნო შვეიცარიის ქრისტეზე თუ გუნიზე თუ კოლუმბუსზე თუ ამერიკის აღმოჩენის წელი და კოლუმბუსი ერთად რო არის თუ და აქ ფერდინანდი ვერ გეტყვით რა მიგანიშნოთ აი ხო თქო რომ ამერიკის აღმოჩენა თქო და ფერდინანდი გემისახელეთ უბრალოდ აი ფერდინანდი მაგელანი აი მაგელანთან რა შუაში არის ბენახები ეს ამიხსენით ღვინო ბენახი თან ეს არ არის ქართული ვენახები, ეს არის სავარაუდოდ შატო საფრანგეთში. პერუც არ არის. ფრანგული უნდა იყოს ან სამხრეთ ევროპული ღვინო. მე არც ფერდინანდი ვიცი, არც მაგელანი ვიცი. კაი, რამის შეჯამებისკენ უნდა წავიდეთ. წითელი ღვინო შარდონე. კაი, ოკეი. კაი. არ დააფიქსირა. კეთილი. შენკენ გამოიკვეთა არ ვიცი მაგრამ აგერ ბატონო ესე იგი ეს არის შავი ხარი არის სახელი არ ვიცი რა ქვია უფრო მეცაც გეტყვით საიდან არის ისიც იმასაც ვერ ხვდები რაღაც ისკიდან იქნება რამე ანიმაცი რაღაც ცნობილი ანიმაციური მულტფილმიდან რომელიც მე ნანახი არ მაქვს შეიძლება პეპელა აქეთ ხარი და კოლუმბუსი. რა უცნაური კომბინაცია არის ნამდვილად. მაგრამ არაფერს გინათებს რაღაც ისეც რა. მე მგონი ვიღაც სხვაოსანი უნდა იყოს. რომელი არ ვიცი. მაგრამ აი, თვითონ არ ვიცი, ფრენსის დრეიკი, ბატონო. სახელად პეპელა. კი, ესპანური არმადა გაანადგურა, ესპანურის სიმბოლო არის ხარი. ეს ორი რა შოშია, არ ვიცი. კეთი? ხო, ნუ. ცოტნემ დააფიქსირა. მეფის სახელი რო თავისი ვერსია. დავაკავშირებ ვერაფერთან და მე მივხვდი. მითხარი. ცოტნემ დააფიქსირა თავისი ვერსია და ეს არ არის სწორი ვერსია, ამიტომ არ გეტყვი. შენ შეგიძლია მიიღო ერთქულიანი მინიშნება. თუ პირდაპირ გინდა. არა, არ მინდა პირდაპირ ფერდინანდი ის რეჟქვა მაგაზინ ფიქრე საერთოდ. მაგრამ ოკეი. მაშინ ბოლო მინიშნება მომაწოდეთ ექსტრადან ბოლო მინიშნება. ექსტრადან კეთი. ანუ ესპანეთიდან წავიდა ფერდინანდი იყო მეფე 1992 წელია მეტი რა უნდა ვთქვა მაგრამ გვარი ანუ არა რაზე ვფიქრობ რა ანუ იმაზე ვფიქრე რომ ქრისტოფორ კოლუმბი თუ არის ეს პერსონაჟი კოლუმბუსი რო წერია აქ ანუ ეს არ იქნებოდა თქო ხო ანუ აი ეგრე არ ეგეთი დამოკიდებულება ჩვენ და მე არ ექნებოდათ თქო ეგრეც არ გვითამაშია ნახე ეგრეც არ გვითამაშია თქო ეს მოეტანათ კი ბატონო ფერნანდო პასუხის გამოცხადების მერე გავარჩიოთ მაგრამ ანუ სარე არა უი ანუ აი ხა ვთქვა დავუშვათ ვასკო და გამა თქვი მე ვასკო და გამა რანაირად უნდა გავიდე რაიმეთი ფერდინანდი რატო არის ვასკო და
კაი, თქვათ პეპლებს თავი დავანებოთ. ვერ გავხსენე. აქ რაც გეცნობა არის ხარი და მისი სახელი. ფერდინანდი. მაგრამ რატო ვენახშიო, მაგას პასუხი ვერ დავეცე. ვერა. აქ რა ხდება? ანუ აქედან გავედი რომ მოგზაური უნდა იყოს ახლა ესეც და კოლუმბუსი. ხო, ესე კი, მაგრამ მაინც ნუ ამხელა რაღაცა სტატიაა. და ბოლო რუკა, რომელიც არის ესპანეთის რუკა. კულინარიას ნუ მივაქცევთ ყურადღებას, დანარჩენს მივაქცევთ. ანუ ესპანელი უნდა იყოს ვინმე. მოგზაური, მაგასაც ვერ ამბობ, ახლა კოლუმბიდან ანა ვერ ხვდები ხო შენ? რაღაც ვერსიები კიდე მაქვს. მაგრამ ჯერ მოდი თავად სადო. კაი, ხარ და აფიქსირე. არა, ვერ აღარ მაქვს. ნინჯ, ეხლა მაინც. ფერდინანდი შეიძლება. ანუ ფერდინანდი მარტო მე ფერდინანდი უნდა გქო? შენ დააფიქსირე ხა ვერ. არა, ეხლა უკვე თქვი რომ აღარ მაქვს, თორემ ამპანს თუ შეიძლება მე არ ვაფიქსირებ აქ ვერსია. იზაბელა და ვინც დააფინანსა კოლუმბია. ხო, ანუ შემოგისას ვახსენეთ. ეს არის ეგრეთ წოდებული მონარქი პეპლები. დედრი და მამრი. ეს კოლუმბუსი იქ ეწერა. ეს არის ფერდინანდი იზაბელას ვენახში, იზაბელა ეს ყურძენი. ოკეი. ანუ და ეს არის კონკრეტულად სტატია, რომელშიც ქრის კოლუმბუსის 1492 კომპანია დააფინანსეს მისი 3 ფილმი. ზუსტად ისევე როგორც დააფინანსეს 3 გემი კრისტოფერ კოლუმბის და ვინ დააფინანსეს? ფერდინანდ და იზაბელამ, რომელმაც თავის მხრივ დანაწევრებული ესპანეთი გააერთიანეს. ხო, ეგ და დაასრულეს გრანდაში და გააერთიანეს ესე დაყოფილი ესპანეთი. ორივე უნდა გვეთქვა. ორივე უნდა გეთქვა ფერდინანდი და იზაბელა. ორივე უნდა გვეთქვა. რა თქმა უნდა. ორივე, იმიტომ ორი პეპელაცოზე იყო მინიშნება. კაია, ხო. ძალიან კაი კითხვა იყო მართლა. ხო, ფერდინანდი და იზაბელა, ნუ ერთმანეთის დამოუკიდებლად თითქმის არ ახსენებენ ამ ორ პერსონაჟს, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო რა. თქვა, მოდი ვიდეო რგოლით ნახოთ მათ. 1469 წელს ვალიადოლიდში კასტილიის პრინცესა იზაბელასა და არაგონის უფლისწულ ფერდინანდის ქორწილი იმართება. ქორწინებას ესპანეთის დე-ფაქტო გაერთიანება და წყვილის საერთო მმართველობის ეპოქა მოსდევს. ფერდინანდსა და იზაბელას წყაროებში კათოლიკე მონარქების სახელით მოიხსენიებენ. მათი გადაწყვეტილებების შედეგად სრულდება რეკონკისტა, ფინანსდება გეოგრაფიული აღმოჩენები და ფეხს იდგამს ესპანური ინკვიზიცია. სწორედ კათოლიკე მონარქების ხელშეწყობით ახერხებს ქრისტეფორე კოლუმბი 1492 წელს დასავლეთით გამგზავრებას და ამერიკის კონტინენტის აღმოჩენას. ფერდინანდისა და იზაბელას ტახტზე ყოფნისას იწყება პერიოდი, რომელსაც ესპანეთის ოქროს ხანას უწოდებენ. მეგობრებო, 3-0 ანგარიში ცოტნე წინ არის და საქმეებზე გადავდივართ, ანუ მოვლენები უნდა გამოვიცნოთ, ისევ საქართველოს ისტორიას უბრუნდებით, მოვლენებით და ნახოთ პირველი საქმე, პირველი მინიშნება, რომელზეც ცოტნესია უპირატესობა. ცოტნე მინიშნება შენთვის. კეთისაც ვაჩვენებ. სამგვარდება შემიძლია. ცოტნე. სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ წავიდნენ საგურამოში ილია ჭავჭავაძის გვამის წამოსასვენებლად, ვთხოვთ გამოცხადნენ ხუთშაბათს ნაშუადრებს პირველ საათზე, სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოში მოსალაპარაკებლად იმისა თუ რა დროს უნდა გაემგზავრონ თბილისიდან. ეს ერთი სამგლოვია რა დეპეშები და წერილები. ქუთაისი მოხსვით დირექტ ილია ჭავჭავაძის ხედვის წინაშე და ცხარე ცრემლით გლოვობთ დაღუპულ ნიჩს. თავზე დაგვცელი. მოკლედ, ილია ჭავჭავაძის ეს არის ნეკროლოგი და სამძიმის წერილებია. ძალიან არ გონია ხა ილიას კვლელობა იყოს აქ პასუხი. აქ უბრალოდ ფიქრობ, რომ ხო არ არის, აი რომელი გაზეთი არის. დროების პირველი ნომრის დაბეჭდვა, ხო არ არის დაუშვოთ. ან მაცნეს. ილიას სიკვდილისას დაიბეჭდა? არა, უბრალოდ ილია იყო ილიას თაოსნობით დაიბეჭდა. გასაგები. ხო, და აი რომელი არის, ეგ უკვე აღარ მახსოვს სამწუხაროდ. შეგახსენებდი, რასადროდის რომ თამაშობდეთ. კი ბატონო, მაგრამ არ თამაშობ. აქ ვერ შეგახსენ. კარგი, კიდე გაზეთს რო გავცდეთ, რა შეიძლება რომ იყოს. ანუ აქ სათავადაზნაურო ბანკის ილიას რაღაც რეფორმა მგონია, უფრო ვიდრე
სხვა რამ გაგაკეთეთ სათავო დაზნაურო ბანკი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ორივე გქონდა წესი. დაარსა, დიდი მადლობა. დროებად საქართველოს მაცნე. კარგი, გადაულოცოთ მოდით კეთის. ლობა ვახელი ბაღდადა. სხვა ცხოვრების წარმოადგენს, რომელთაც სურწავდნენ საგურამოში ლეჭოდოს კომისიის წარმოსასწრებლად, თქო გამოცხადეთ ხუთშაბათ სამშაბათს პირველ საათზე რამოდენიმე საგურამოში მოსამართლეს. თუ რატომ გამგან თბილისიდან. ინფორმაციას გვაძლევს რა შეიძლება დავასკვნათ. ილია ჭავჭავა 1907 წელია, ილია ჭავჭავაძე უკვე მოკლეს და იმართება ალბათ საზოგადოებრივი პანაშვიდი. იცი რა არის, იბერიას გავს აი ეს ფონტი გამოიყენება და იბერიაში საზე დავასოც გავს იბერის, მაგრამ ახლა მაგაზე ფიქრი რომ იბერია არის თუ არა, ნაკვირეთში არც გვაქვს მის ფუფუნება, რომ ბევრი შრიფტი გქონდეს საქართველოში, ამიტომ ვინმეს პანაშვიდი ესეთი საჯარო როგორიც ილიასი ქვეყანაში მე არ მახსენდება. თუ როგორ არის ხა რაღაცები გაგახსენდება გზა და გზა, მაგრამ ილიას მკვლელობა 1907 წელი ოლღა ანუ ქალაქები ქუთაისი ქალაქი სახელით გზავნის ბაღდადელებით თავისი ოკეი. აი, მეორე მინიშნებაზე გადავიდეთ, მე მგონი ამის დრო დგება. მეორე მინიშნება. ნამდვილად ეს არის. ნამდვილად ასე. კეთისაც ვაჩვენებ. არის ეს გავს რაღაცის პროექტს. ან თეატრის, ან რაღაც ძალიან უცნაური არის, ეს რაღაც სცენას გავს თითქოს. ისიც შეიძლება. კი, რა თქმა უნდა. ეს რა არის საერთოდ. თანომბრილი არის თან. თანომბრილია ნამდვილად. თანომბრილი არის 1-1 რაღაც ისე არის. მე ვფიქრობ რამე ხوار ქვია გაზეთსაც და თან კიდე რაღაცასაც. რაღაცა სხვას. იზიარებენ სახელს. მაგალითად ივერია გაზეთი და ივერია რაღაცა. სოსისი. ან კოლეჯი. კი, რომელიც პირველია. იმიტომ რომ დიახ, რატომაც ეგეც დიახ. აბა, არ ვიცი, ვიფიქრებ კიდევ. არა, იმე ხო არ არის ილიას მიერ დაარსებული რაღაცის პროექტი. ვთქვათ, ეს ასე სტამბა შეიძლება იყოს, ახანაც ეს არის ნაბეჭდი მასალა და არის გაზეთზე. პირველი ქართული სტამბა, ვახტანგ მეექვსის დროინდელი. და შეიძლება რომ აი ვეფხისტყაოსნის დაბეჭდვა ან სტამბის დაარსება იყოს ესეთი ისტორიული ფაქტი. აი ეს დანომბრილი რაღაცები, რატომღაც ძალიან უამსგავსებ ამას, რაღაც ან საკონცერტო დარბაზს, ან რაღაც თეატრი, უფრო რაღაც საკონცერტო დარბაზს გავს ეს ვიდრე თეატრს. საკონცერტო დარბაზს. ძალიან უცნაური არის. ესეც საკონცერტო დარბაზი. შეიძლება ესეთი იყოს, მაგალითად საკონცერტო დარბაზი. არანაირად. არა, რა ვიცი. აქ თუ სცენარი რაღაც ესე. აქედან რას უნდა უყურო? უბრალოდ აი ეს კვადრატები რა არის, სადაც არც ნომერი წერია და არაფერი საერთოდ. ეს ასე ხომ უნდა მიჭიროს? კი, სწორად გიჭირავს. სწორად მიჭიროს. კაი, თუ ესე რაღაცა ასოციაცია არ გექნება, მე მგონი ისე ჯობია. კეთის მიცეთ. ფიქრის საშუალება მივცეთ კეთის. შეიძლება ეს იყოს 11 პანთეონის საფლავების განაწილების გეგმა. და რახან ილიას საპანაშვიდე წერილი არის და
ილიას ცნობილი იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული მგლოვიარე საქართველო და მგლოვიარე საქართველოს ხედავთ აქ, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პანთეონის გახსნა მოვლენა, პირველი, როგორ ქვია საქართველოში გამოჩენილ ქართულ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი გაიქნა, შეიქმნა საუბარი მიჭირს უკვე, მაგრამ ვცდილობ რომ ფიქრი შევძლო. მგონია რომ პანთეონის გახსნა არის, იმიტომ რომ ნუმერაცია თანმიმდევრულია. ჩემი აზრით, თანმიმდევრული არ არის, ზომები ბუნებრივია სხვადასხვა და იმიტომ რომ ადგილზე სხვადასხვა არის, ის რომ უმეტესობა ამ ფიგურების რასაც აქ ხედავთ, არის 4 კუთხა. მრავალწახნაგოვანი იშვიათად ხდება. აქ შეიძლება რაღაცა ხდებოდეს, ან მაგალითად ის ტაძარი იდგე, სადაც პარაკლისები აღევლინება ხოლმე და აქით ჩემი აზრით თანაბარი ნუმერაცია არ არის, რამდენიმე საფლავი შეიძლება დაკარგული იყოს და თანმიმდევრობა შესვენებულებისა შეიძლება სხვა. ვფიქრობ, რომ ეგ არის მაგალითად პანთეონის გახსნა. ამჯერად აფიქსირებ თუ თავ შეიკავებ? აფიქსირებ. დააფიქსირე კეთიმ თავისი ვერსია. დააფიქსირა. ნუ აქ ორივე თქვით რომ ილიას მკვლელობაო. და სწორედ ამ ფაქტს მოყვა ის, რაც კეთიმ დააფიქსირა და რაც არის სწორი. yes. არის სწორი და 3-3 ხდება ანგარიში. აქ არის მამა დავითის თაწმინდის პანთეონი. ეს არის თაწმინდის პანთეონი. ზუსტად ერთი არის ილია ჭავჭავაძის საფლავი, რომელზეც სწორედ აღნიშნე, რომ არის იაკობ ნიკოლაძის ცნობილი. მგლოვიარე საქართველო. ქანდაკება მგლოვიარე საქართველო, აქ ხედავდით მგლოვიარე საქართველოს სხვადასხვა ქალაქები გლოვობდნენ ილიას. მგლოვიარე საქართველო პირველი ნომერი, იმიტომ რომ ასე დაიწყო პანთეონის შემდგომში განაწილება, შემდგომ გაანაწილეს საზოგადო მოღვაწეთა ნეშტებისთვის საფლავები და ეს ესეთი მოაჯირია გადმოსახედი თუ გახსოვთ თაწმინდის პანთეონი და დანარჩენი ყველაფერი გასაგებია. მე მგონი 3-3 ანგარიში გეტყვით უბრალოდ გაჩვენებთ რა იყო შემდეგი მინიშნება, ეს არის მსოფლიოს ყველაზე ცნობილი პანთეონის კოლაჟი, ნუ ამით უფრო მარტივი გახდებოდა და ბოლო ალექსანდრ ხოდოროვსკის The Holy Mountain თაწმინდა. კი ბატონო. 3-3 თაწმინდის პანთეონის გახსნის შესახებ ნახოთ ჩვენი ვიდეო რგოლი. ქართულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თაწმინდის პანთეონის გახსნის იდეა ჩნდება 1915 წელს აკაკი წერეთლის გარდაცვალების შემდეგ. თაწმინდის ფერდობზე მამა დავითის ეკლესიის შემოგარენში პანთეონის გახსნამდე 100 წლით ადრე ალექსანდრე გრიბოედოვს კრძალავენ. აქ განისვენებენ ქართველი მწერლები, ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები. საფლავის ზოგთა ავტორები ხდებიან დავით კაკაბაძე, ბიძინა ავალიშვილი, იაკობ ნიკოლაძე და სხვები. 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა პოლიტიკურ მოღვაწეებს ფილიპე მახარაძეს, მიხა ცხაკაიას, სიმონ ჯუღელსა და სილიბისტრო თოდრიას პანთეონიდან გადაასვენებენ. 2011 წელს კი იხსნება 1937 წელს რეპრესირებულ უსაფლავო ცნობილ ხელოვანთა და მწერალთა მემორიალი. მაძიებელი გრძელდება მეორე საქმით, მაძიებელი გრძელდება საქართველოს ისტორიის კვლევაძიებით, ვინც ეძებს იმარჯვებს და შესაბამისად ახლა მეორე საქმის პირველი მინიშნება უნდა წაგიკითხოთ. მე შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში კეთისია ეს რა უნდა მოვიდეთ. პრიორიტეტი. ტექსტი. ეს არის ჟურნალ ისტორიანის მეორე ნომრიდან სტატიიდან ამონარიდი. ზვიად დოლიძის. მაშასე ვინ იყო ის მგზნებარე რევოლუციონერი თუ გზაბნეული უპატრონო ობოლი ჩხილებში ამას ქართული საზოგადოება აცხადებდა, რითაც მის კომაგობას ამართლებდა. ვფიქრობთ, არც ერთი და არც მეორე. ცოტნე ყურსასმენები. ხო, იცი არის სერგო ორჯონიკიძე 25 თებერვალი ძალიან კარგად ჩდება, თუმცა ვერაფრით ეხა ამას მე ვერ გავლისკავ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მითხარი ვერსია რომელზეც ვარაუდობ რომ არის 25 თებერვლის მოვლენები სერგო ორჯონიკიძის შემოსვლა შემოდიოდა სიკვდილით წელით რამდენად ცხოვრობ რო ჩამოაყალიბო რა ვერსია ჯერ არ არის ვერსია ოკეი მაშინ არ ჩავერევი საბჭოთა 1921 წლის 25 თებერვალს თუ მაგას მეკითხები მაგრამ ჯერჯერობით
ის რო საბჭოთა გასაბჭოება ცალკე, მაგრამ ვიღაც კონკრეტული ადამიანი უნდა იყოს მთავარი მოქმედი პირი ამ მოვლენების, ანუ სენრუგონჯენიკიძე 25 ეპოქში ძალიან აქტიურად ფიგურირებს. მაგრამ სხვა ბოლშევიკი ესე კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველა პერიოდში სხვადასხვა არის თავისთავად. ოკეი, მე ეხა ვერ გავსკა. ეხლა არაფერს არ დააფიქსირა. კეთი მე ხლა არაფერი არ დააფიქსირა. ჩვენც ესეთი კონკრეტული არაფერი წამო. კონკრეტული არაფერი მახსენდება, უბრალოდ თქვენი არ უნდა იყოს ადამიანი. მაშასე ვინ იყო ის მგზნებარე რევოლუციონერი თუ გზააბნეული უპატრონო ობოლი? ფიქრობთ არც ერთი და არც მეორე. ფრჩხილებში არის პირველი არის ბოლშევიკური ვერსია, მეორე ქართული საზოგადოება, რითიც მის კომაგობა სამართლებდა. ბოლშევიკური ვერსია არ მომწონს. ლაღიაშვილს ფიქრობდი. მაგრამ აი ბოლშევიკური რატომღაც რაღაცა ვერ ჩავს. გზააბნეული ობოლშიზის მეორე ძალიან კარგად ჩდება და ნუ ქართველებიც გულში. ხოდ მოვლენა უნდა გამოიწვიოს. ჩუდეცკის მკვლელობა არის მოვლენა. გასაგებია. უბრალოდ ბოლშევიკურთან ვერ ვაკავშირებ ვერანაირად. კაი, ცოტნემაც არ გარისკა და მეორე მინიშნება უნდა ვნახოთ ახლა, მეორე მინიშნება ფოტოს ფორმით არის. რომელსაც რა თქმა უნდა გაჩვენებთ. ცენს გაჩვენებ. კეთისაც აჩვენებ. კურსასმენები. ეს არის სტალინის სიკვდილზე არის პასუხი 1956 წელია. არ ვიცი, მოკლედ ეს არის თხოვნამდე სასულიერო გიმნაზია, სემინარი, უბრალოდ სტალინის სწავლობდა, რომელიც ეხლა არის შალვარ არანაშვილის სახელობის მუზეუმი ხელოვნების. ფიქრობ, რომ იგივე შენობა არის, შეიძლება მეშლებოდეს, თუმცა ძალიან გავს რაღაცა ამოტივტივდა, ბოლომდე მე ჩატივტივდა, მაგრამ ახსოვს რაღაცა თვითონ სემინარიაში ვისთან გქონდა სტალინამარტო, ნუ место преступления не пересекать. აქ მოხდა ამ შენობაში მკვლელობა, რაღაცა თითქოს მახსოვს ბიჭების შელაპარაკება, მაგრამ ვერ ვიხსენ. ნებისმიერი ქართული სკოლა, მაგრამ თუ ეს ვინ სწავლობდა კიდე ამ სემინარიაში? მეტი ვერავის რო ვერ ვიხსენებ, არადა ძალიან ბევრი ადამიანი ვიცოდი. სამწუხაროა. არა ეს თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის შენობა არის. აქ მოხდა ამ შენობაში, რახან აქ მოხდა? ამავე შენობაში. რა საინტერესოა, რაღაცა არ მახსოვს. მართლა ძალიან საინტერესოა. გადასცემ. გადავცემ ხო რა ვქნა. მოვიდა შენამდე ეს მინიშნება. ჩუდეცკის მკვლელობას ვიტყვი მათით. სასულიერო სემინარის ლაღიაშვილმა მოკლა ჩუდეცკი, რის გამოც მე ეგზაქტ. კარგად აგვიხსენი, ანუ მაყურებელმა შეიძლება არ იცის რა ზეა. სასულიერო სემინარის სტუდენტმა ლაღიაშვილმა მოკლა სასულიერო სემინარის პრორექტორი ჩუდეცკი გვარად და ამ მკვლელობის გამო ეგზარქოსმა დაგვწყევლა, მე რასაც გამოიქომა დიმიტრი ყიფიანი და ასე შემდეგ. ჩუდეცკის მკვლელობა. შენი ვერსია არის ჩუდეცკის მკვლელობა და ამას აფიქსირებ. ვაფიქსირებ. დააფიქსირა ცოტნე თავისი ვერსია, დააფიქსირა. ეს სამკვლიანი იყო. შენ მინდა გითხრა, რომ აბსოლუტურად სწორად ამოიცანი ეს არეალი. მაგრამ სწორი პასუხი ქონდა ცოტნეს. ეს არის სწორი პასუხი 6-ით 3 გახადა ამითი. ანგარიში ეს არის ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობა, რომელიც ახლა არის ხელოვნების მუზეუმის შენობა, თავისუფლების მოედანთან მოედნის სიახლოვედ რო იმყოფება და სასულიერო სპეციალურად, ნუ ჩვენ შემოვრაგეთ აქ მოხდა ხო რაღაცა? იმიტომ რომ სემინარიაში მისმა ქართველმა პატარა ბიჭმა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა ჩუდეცკი სემინარიის რექტორი. და ჩუდეცკის მკვლელობა იყო ძალიან, ასე ვთქვათ, რეზონანსული აქტი, იმიტომ რომ ამის შემდეგ ეგზარქოსმა პავლემ დასწყელა სრულიად ქართველიერი, ამას შეეწინააღმდეგნენ ქართველი საზოგადო მოღვაწეები და მოკლედ ძალიან აირია სიტუაცია ამ დროს. რა თქმა უნდა, იოსებ ლაღიაშვილზე იყო საუბარი, ბოლშევიკებმა მერე თქვეს, რომ ეს რევოლუციის სახელით აკეთებდაო. ისტორიულად ცნობილია პირადი ამბები იყო, ხო? და ნუ საზოგადოება ამბობდა უპატრონო ობოლი იყო.
ხო, და თუ ვიდეოთიც ვერ გამოიცნობდით, რომელშიც ასახულია სცენა, როგორც ცდილობს დრაკო მალფოი მოკლას ალბუს დამბლდორი, ეს პარალელი მოსწავლის მიერ რექტორის ან დირექტორის მკვლელობაზე, თუ ამითიც ვერ გამოიცნობდით, ბოლოს იყო ესეთი რეკვიზიტი. ვაუ. და ხანჯალი და ჯვარი. ნახოთ ჩუდეცკის მკვლელობის შესახებ ინფორმაციული ვიდეო. მე-19 საუკუნის ბოლოს იოსებ ლაღიაშვილი თბილისის სასულიერო სემინარის სტიპენდიანტი მოსწავლეა და ამავე სემინარის პანსიონატში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მის ხელნაწერ ჟურნალს პოულობენ, რომელშიც გადმოცემის თანახმად მარქსიზმისადმი სიმპათიებს ავლენს, მას სასწავლებლიდან რიცხავენ. იგი აღდგენის მოთხოვნით მიმართავს რექტორსაც და ეგზარქოსსაც, მაგრამ უარსებებს. 1886 წლის 24 მაისს მორიგ თხოვნაზე უარის შემდეგ ხანჯლით კლავს სემინარიის რექტორს პავლე ჩუდეცკის. ეს ამბავი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს უდებს სათავეს. ლაგიაშვილს 20 წლით კატორგაში კუნძულ სახანინზე ასახლებენ, რის შემდეგაც მისი ბედი უცნობია. ასეთი ამბავია, მინდა გახაროთ ცოტნე გვასალიას ფანებს და გული დაგწყვიტოთ ქეთიდია სამიძის ფანებს 6-3 ანგარიში წინ არის ცოტნე და ერთი საქმე დაგვრჩა გამოსაძიებელი. ერთი საქმე, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, მსოფლიო ისტორიიდან და რომლის თამაშსაც ცოტნე დაიწყებს, ასე ვთქვათ. გამოუშვა მინიშნება შენკენ. გამოუშვა. პირველი მინიშნება. ვაჩვენებ კეთის. ცოტნე. კი ბატონო. დავიწყოთ მსჯელობა. მოკლედ ეს არის კრისტოფერ ნოლანის ფილმი. ძალიან კარგი ფილმი, ძალიან მიყვარს. არის ილუზიონისტების დაპირისპირებაზე და ესეთი რაც შეიძლება იყოს განსაკუთრებული ის რომ ნიკოლა ტესლას როლს თამაშობს დევიდ ბოვი. შეიძლება რამე იყოს ტესლაზე მაგალითად ეგრეთ წოდებული AC/DC-ის დაპირისპირება ედისონს და ტესლას შორის. ისტორიულად ითვლება მე მგონი. კი. ნამდვილად. ჰიუ ჯეკმენი, აქეთ არის კრისტიან ბეილი, დევიდ ბოვი, ენდი სერკისი, მოკლედ, ვარსკვლავური კასტი არის. ნოლანის რამე სხვა კინოყვარებია. კი. შავი კატა არის ქვევით, შეიძლება იყოს აქ ილუზიონისტების დაპირისპირებაზე. ნანახიც გაქვს ეს. ნანახიც მაქვს, კი ბატონო, არის. ბოლოს აი ესეთი ფორმით რატომ მოგვცეს და არა იმ თლიანზე და აქ რა ეს რა რის ფონზეა გამოსავალი, ეს რა არის საერთოდ? ფონს ნუ მიეცო. ან მხოლოდ ამას მეაქცე. აი პროსტერია უბრალოდ. რაღაც ესები მაქვს, მონაკვეთი მაქვს უფრო სწორი რაც მონახაზები მაქვს. ესე მაგრამ ჯერ არა შეიძლება რაღაცა ედისონი ტესლას დაპირისპირება, შეიძლება რაღაცა ჰარი ჰუდინთან დაკავშირებული რამე. ანუ ის რაღაც current wars კი ბატონო ეგრეთ წოდებული. რაღაცა დევიდ კოპერფილდმა რაღაც მატარებელი გააქრო, რაღაც ეგეთი ისინი მაქვს, მაგრამ ერთი კონკრეტული ანუ არ აფიქსირებ ჯერ არაფერს კონკრეტულს. მაშინ კეთის მიცემ ამას. აი, რო გითხრათ რაოდენ დაბნეული არის ჩემი გონება, სპექტრი იწყება რომის დაარსებიდან და მთავრდება დევიდ კოპერფილდის გამოსვლაზე. ანუ ცოტა ახლო. ხოპიძმებიდან დავიწყე და წავედი დევიდ კოპერფილდზე, ანუ ნოანის ფილმებიც. ხო, ანუ ეს არის ფილმები, ეს არის ფილმი ილუზიონისტებზე, საკმაოდ ცნობილზე, რომელიც ძალიან საინტერესო დრამა არის და არ მინდა რომ პირდაპირ ერთ მნიშვნელოვნად წავიდე ილუზიონისტებზე ვიფიქრო რა, იმიტომ რომ თან მოვლენა არის. დევიდ ბოვის რო ხედავ, ვერ ვასწორებ თუ სხვაგან ვეღარ მიდის ჩემი. ხო, ეს თეთრი. ხო. ეს თეთრი მტრედიც ხა უბრალოდ ატრიბუტი არის შოუს და არ მგონია ეხა საკონდო მნიშვნელობა ქონდეს, თუმცა არ მგონია რომ ეს ის შეკითხვა რომელზეც მე უნდა გავრისკო, იმიტომ რომ
ძალიან მრავალმხრივი შეიძლება იყოს და ბევრი რამეზე შეიძლება წახვიდე. Yes. მაშინ სამიანი ხო. სამკულიანი. სამკულიანი მინიშნება. კეთილსასმენები. ეს არის ეგრეთ წოდებული copy paste. უი, კარგი თვითყვი. რასი? დოლის კლონირება. ან პირველი კლონირებული ცხვარი დოლი. აფიქსირებ უკვე. კი, აქაც ეგ იმასელი დროში მოგზაურობის თემა არის აქ უფრო და თვით ან თავის კლონს ქმნის, ასე რომ ვთქვა და კოპირების ქაღალდი, როგორც კლონირების, ასე რომ ვთქვა, კლონირების ქაღალდი. დოლის კლონირება. აფიქსირებ. კი. დოლი ხო? ვაუ, კაპირობა მეორე ნუ მარტივია. დოლის კლონირება სწორი პასუხია ნამდვილად. ნუ თავარი ფოკუსი ტყუპი ძმების, ხო. ერთგვარი კლონირება. აი, იყო, კაი. მე ტესლაც რასაც აკეთებს. ხო, ეს სწორი პასუხია, რაც ნიშნავს, რომ გაიჭრა ცოტნე წინ, მაგრამ სხვაობა კულებში ისეთია, რომ ფაქტობრივად. ბოლოს შეიძლება რაღაცა მოხდეს. ხო, შემდეგი მინიშნება იყო ასეთი. გასაგებია. კლონირების სქემა. კი ბატონო. ხო. სიმართლე რომ გითხრა, ეს იყო სამკულიანზე? მაგრამ ხა შენ თამაში მოუწია, გადავწიეთ ორკულიანზე, იმიტომ რომ დახედვით მიხდებოდი რაზე იყო. საუბარი იმაზეც მივხვდი მართალია, მაგრამ მაინც და ბოლო მინიშნება იყო ესეთი. ბოლო მინიშნება იყო ესეთი. დოლი პარტონ. ბოლო მინიშნება იყო ესეთი. კი ბატონო. დოლის კლონირება გამოიცნო ცოტნემ და ჩვენც გავიხსენოთ როგორ მოახდინეს ეს ამბავი. 1990-იან წლებში როსლინის ინსტიტუტის მკვლევრები მუშაობას იწყებენ ძუძუმწოვართა კლონირების თეორიის დასამტკიცებლად. შოტლანდიელი მეცნიერების 277 მცდელობა წარმატებით სრულდება და 1996 წლის 5 ივლისს იბადება ცხვარი, რომელიც ფინდორსეტის სახეობის ცხვრის სომატური უჯრედის კლონირების შედეგია. ცხვარს მეცნიერები ამერიკელი მომღერლის დოლი პარტონის პატივსაცემად დოლის არქმევენ. დოლი 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში როსლინის ინსტიტუტში რჩება, სადაც 6 ბატკანს აჩენს. ართრიტით დაავადებულ დოლის მომვლელები 2003 წლის 14 თებერვალს ევთანაზიას უკეთებენ. ამავე უჯრედული ხაზის წარმომადგენელი კლონირებული ცხრები, რომელთაც დოლის დებს უწოდებენ, 2017 წლამდე ცოცხლობენ. გავაგრძელოთ ჩვენი თამაში მესამე ადგილოსანის გამოსავლენად და მესამე რაუნდი ვითამაშოთ, რომელშიც სამი კითხვა გექნებათ გამოსაცნობი. მოდი ავიღოთ კონვერტები. გამარჯობა. ზუსტად 23 წამი ვითხოვთ თქვენს ყურადღებას. მაძიებლის მეოთხე სეზონისთვის ვემზადებით და იმისათვის, რომ ჩვენი გადაცემაც და ეს არხიც გავაუმჯობესოთ, სრულყოთ და თქვენი შენიშვნებიც გავითვალისწინოთ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ამიტომ დონაციისთვის ანგარიშის ნომრები მითითებული იქნება ამ ვიდეოს აღწერაში. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ. ცოტნე რაფერი იყო, რაზე შევთანხმდით? აღარ მახსოვს. წითელი არ უნდა ყოფილიყო. არც ყვითელი. არა, უბრალოდ წითელი გინდოდა, წითელი იყო. ჩვენ შევთანხმდით. ყვითელი, შენ რაც გინდა ის არა, წითელზე შევთანხმდით. მე ცოტნე მოვილაპარაკეთ, წინა გადაცემები ვნახეთ და მოვილაპარაკეთ, რომ გინდოდა რომ წითელი კონვერტი არის. წითელზე გინდა თამაში. ანუ პირობითად ვთქვათ, რომ შენ ყვითელი გამარცხე, შენ წითელი გამარცხე, წითელზე ვითამაშე. ყვავილები. აი. მე გამიცოდია. მოემზადე. მიყვარს ყვავილები. მე არა. რთული სათქმელია. ჰქონდათ თუ არა სურვილი მეზარბაზნებს, ცნობილი მებრძოლების საფლავებისთვის ამ ყვავილით მიეგოთ პატივი. 3, 2, 1. ყაყაჩო? ეს არის ყაყაჩო, რა თქმა უნდა. მარტივად დავიწყოთ. მეორე. ვერ გეტყვით ამ კითხვას იმერლების დახმარების გარეშე რამდენად გაართმევთ თავს. თუმცა თუ გაგიჭირდათ სწორი პასუხის მოძებნაში ოთარ იოსელიანი დაგეხმარებათ. ეს არის გვირილა. მოსაპოვნელო მიწერია. მოძებნა
ოტარიოსელიანი, იმერლები, იმერული სიმღერა, ეს არის საპოვნელა. ოკეი, საპოვნელა ხო. ეს არის საპოვნელა. ამასობაში არ მოიგო ცოტნე. ამასობაში ცოტნე მოიგო, გილოცა ციცი. ამასობაში ცოტნე მოიგო, ცოტნე გახდა მაძიებლის მესამე სეზონის, რასადროდის სეზონის მესამე ადგილოსანი, გილოცავდა, რა თქმა უნდა, დაჯილდოვდები სეზონის შემდეგ ჩვენი სიმბოლური პრიზით, რომელსაც გადავაცემთ ხოლმე მეორე მესამე ადგილებს, ასე ვთქვათ, ფულადი პრიზით. მაგრამ მესამე კითხვა მაინც ვითამაშოთ. კიდევ კარგი მამის გზას გაჰყვა? სოფლიო ხო? სოფლიო. კიდევ კარგი მამის გზას გაჰყვა? თორემ ვინ იცის? ეს ფრანგული ნაწარმოები რომ არ დაწერილიყო, არც ჯუზეპე ვერდის ოპერა იარსებებდა. ხო, ნუ Flower Duo ლეოდელები დავწერე მე. ლეოდელების Flower Duo. ქალი კამელიებით. ეს არის ქალი კამელიები. ხო, ოკეი, სო, ტრავია. კამელიებით. გარეშე. მომილოცავს კიდევ ერთხელ. ხალხო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კაი იყო, ხალხო, ძალიან ვისი თამაში. და რავი, იმ სარღამის პირველი საათი ალბათ. ჩვენ გვაქვს ესეთი იდეა, რომ შეიძლება პერიოდულად გავაკეთოთ ხოლმე რასადროდის კოლაბორაცია მაძიებელში და შეიძლება კიდევ გიხილოთ რომელიმე მომდევნო სეზონში მეც გამიხარდება თქვენი ხილვა. მადლობა ორივეს, მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ექსტრაჯის ძალიან დიდი მადლობა სამხილებისთვის და გვერდში დგომისთვის, PSP-ს მადლობა მეგობრობისთვის და მხარდაჭერისთვის, Click Productions მადლობა გადაღებისთვის და Heima Productions მადლობა მუსიკალური გაფორმებისთვის, მადლობა განსაკუთრებულად იმ ხალხს, ვინც იწერთ ჩვენს არხს, აკომენტარებთ, იწონებთ და გვიზიარებთ თქვენს ემოციებს. ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა. აბა ჰეთ